ვანახოთ რა ვიყიდეთ საფრანგეთში. ასე გავარაცხავდი და იმაზე დავდებდი ბარემ. ხო. არ გადაყორე? ხო. აბა როგორ გავარაცხავ? არა ჩართობილი არა. ეს რო მოშვებულია ესა? მოშვებულია, ხო, მოშვებულია. დააყირავე? მასე. აჰა. ფათაშორის კარგად ცივა. თბილად კი გვაცვია, მაგრამ სიცივე გაია. შოლის რომ მზია. შვება რამეს? ნუღაშვები, ხო, შვება, მესაც წეწერან. Ничего себе. უბერავს ქარი, მაგრამ გაზი მაინც არ ხრება. ოჩა. მაგისთვის არის გათვლილი ეთქობა. ჩინური და არქვი, მაგრად მუშაობს. თავის საქმეს აკეთებს მშვენივრად. ეხლა უნდა გავაკეთოთ ფრანგული პეროიანი რა ვიყიდეთ ისი რა იყო? ხო, პეროიანი ლაფშა ვიყიდეთ ეს. პეროებიანის მაღაზიაში ვიყავით შესული. გუშინ, იმიტომ რომ დღეს კვირაა და დაკეტილი იქნება ყველა მაღაზია და დაკეტილი არის. ხო, არის დაკეტილი უბრალოდ. და პამიდორიც იქ ვიყიდეთ და თქვენ წარმოიდგინეთ, ნახეთ რა ვიყიდეთ. ომბალოც იყო, ხო. ერთადერთი იყო ტარხუნა, მეტი არ იყო, ამ რეგვენებმა ეთყობა არის ან პეროიანებმა ტარხუნა რა არის და ერთი ცალე იყო, ალბათ ფიქრობენ რომ არავინ არ აიღებს, დავითადაც სირა მაგას არ აიღებდა. მეტი არ იყო, მარტო ეგ ერთი ცალე იყო. ცოტათი სითბო შემოგვეპარა, იმიტომ რომ მზე არის, აგე გვიჭყუტუნებს მზე. წავიდნენ? მეზობლები მოგვივიდნენ და წავიდნენ უკვე? სახლი მანქანით იყვნენ, წასულან. არა უშავად, ჩვენ ხო ვართ აქ. ეს ჩვენი კუკლა, ჩვენი თოჯინა. ჩვენი პიპია. სამშობლოში ჩამოვიყვანეთ გუშინ შობლიური წყალი გადავასხი. და ეხლა ვცდილობთ რომ სადმე შევიდეთ ქალაქში, ავტობანზე აღარ გავედით. შიგნით ტერიტორიებით დავდივართ რომ იქნება რამე საინტერესო ვნახოთ. სანახავი არაფერი არ არის ჯაჯირობით. ეს ამითი ვერ გავაკვირებენ, სავსეა მთელი ავსტრია, შვეიცარია, გერმანია ამითი, და ავსტრია მით უმეტეს ვენისკენ რომ მივდივართ მარტო ეს ვენტილატორებია მეც არაფერი. ის რა დღეშია იქ? რა შვები შენ მანდ, როგორ ახარ? კამერა იღებ თუ თიში გაქვს? ჩაგშედოთ რა ხდება? იღებ? ნახოთ რა შვება. იღებს. სხვათა შორის ესეც ჩამოგვივიდა ჩვენი საყვარელი ვებსაიტიდან. 8K აქვს. საკმაოდ ხარისხიანი ვიდეო კამერა არის. ციფრული კამერა. მიკროფონი გაძლიერებული ხმით აქვს. ვერ დავუმოღამე ჯერ ამ მიკროფონს როგორ რა უნდა დავარეგულირო და ისე ტელეფონით ჩაწერილი უკეთესი გამოდის აუდიო ჩანაწერი. ცოტა ხანი გავაჩერებთ, ახლა დავაპაუზოთ და მერე გავაგრძელოთ. ესე იგი სუპი მზადდება. რა სუნები გამოუშვა. მართლა პეროიანი სუპია. სუპი მზადდება, დელები მოამზადოთ სიდამ უკვე. так, კვერცხი გველოდება მომავალში რომ შევწვათ და რა თქმა უნდა ყავა და კოკა-კოლა, თავისი ფრაი კოკა-კოლათი ყველაფერი. ეხლა ღმერთს მადლობას შევწირავთ იმისათვის რომ მადლობას მოუხდით რომ დღევანდელი დღე გაგვითენა და პლუს საზრდო მოგვცა. დამავიწყდა კაცო. პეროიანების მაღაზიაში ვიყიდეთ ეს პური. სხვათა შორის ნამეტანი გემრიელია. სახლის პურის გემო აქვს მართლა, აი პურის გემო გავიგეთ. 23 წლის განმავლობაში რაც ევროპაში ვართ, პირველად გავიგეთ პურის გემო.
მართლა პეროიანების პური ყოფილა, ძალიან მაგარია. შერასწყვი ცირა. გემრიელია ძალიან. უი, სულ არ ჩანხარ ცირა. დამალულია. ცირა დაგვემალა. ცოტა ხანში სუპის გამზადდება და მივირთმევთ. ცირა მორჩა სუპს. არ მოვჭი კიდე. კიდე გააქვს, აჰა. აი ესეთი სუპი გამოგვივიდა. თქვენ არ ვიცი როგორ გესმით, როგორ გძნობთ, მაგრამ სუნი მოდის რაღაც სასწაული და თან სხვათა შორის გავსინჯე გემრიელი წვენი აქვს ძალიან. ცხელია რასთავარია და -5 გრადუსში ცირა გათბა. ხო? ლოლოები დალღვა. კარგად ცივა სხვათა შორის. უკვე აღარ ამცივა, ის ძალიან. მე მცივა, შეჯერებთ. ოკეი, ეხლა მივირთმევ კიდე. კიდევ ერთი შესვენება გავაკეთეთ. ვერ გავიგეთ რა? არა უშავ. ერთი შესვენება გავაკეთეთ კიდე. წავიდა გეშველა. ბუნებაში ფრანგული ბუნება, სკამები, მაგიდები. რაც არ წერა იქ რა გვინდაო? სხვათა შორის ველური ვაშლი დგა, რამოდენიმე, მგონი 3 ცალი. ფრანგული მისცით გადამითარგმნეთ, მაგდენი ბოტანიკა არ ვიცი მე. აგერ რა გვიწერია? ერთ ცალი მაგიდა სკამებით აქეთ აგვაქვს. აქეთ უბერავს და აქეთ იმიტომ არ გავჩერდით. და გავჩერდით ქვემოთ. მეორე მაგიდის კომპლექტთან. ნაგავიც ისეთნაირად წერია გამოსეგი რომ სორტირება უნდა გავაკეთოთ ნაგავის. არ შეიძლება ყველაფრის ერთად ჩაყრა. აგერ აქ სორტირება არის. როგორ დაასორტირო და სადღაც ჩაყარო. ჩვენი ლამაჟი გოგო პიპია და წავედით ახლა ცირასთან. აჰა, მეორე ვაშლი, ველური ვაშლია ესა. აგერ იქ მესამე ვაშლია ველური. ეს ვაშლი არის. არა, ეს არ არის ვაშლი. აი ეს არის კიდევ ერთი ველური ვაშლი. არა, ნუ როგორც ყოველთვის ევროპაში ვირმა რაიცის ხურმა რახილია. აი ეგ დევიზი აქვთ მთელ ევროპაში. აფუჭებენ სულ ყველგან თუ სადმე რამე ხილი აქვთ და მიდიან მაღაზიაში და პლასმასის ხილს ყიდულობენ მერე. ეს ვაშლია იმისთანა გემრიელი. იქ მეორე პატარა ხე რომელიც არის იმაზე გავსინჯე. გემო საკმაოდ გემრიელია. ევროპელებს ამის ტვინი ღმერთმა გამოაცალა. და კიდე კაი რომ გამოაცალა, მე დამრჩა მთელი ამათი შეუჭმელი ხილი. გავშალეთ პატარა მაგიდა, ჰა? იქ რაღაც სტატუეტი გადგას. ხო მივალი კაც მე. მოდი ერთი ნახე რაღაც გადი სტატუეტი. რასაშობა. რა არის? ვერ გაუგე? რაღაცა ვითომ ამანთე, მაგრამ ცოტა გიშვები, მაგრამ შენი ჩქარა ქნადა ჩემარა. კაცი სახან ტაფაგვერზე ერთ წუთი შევაფასოთ ჩვენი კუხნა. პამიდორი, შემწვარი, მარილი აყრია. შემწვარი, კვეცხები, შეჭვალჩურამ კვეცხები. დავნაყრდებით ახლა და ჩვენი, რა თქმა უნდა, ჩვენ გაზზე ვაკეთებთ, დავნაყრდებით და მე ჯურა. ხო ცოტა წყალი უნდა ავადუღო, მე ყავა წავიყო გზაში. აჰა, ყავა, მოხარშოთ? ისა ჩვეულები. ოკეი, თუ გინდა ჩემი მე რო ყავა მინდა თურქული ის მოხარშოთ. ო ეხლა იზეთი უნდა წაიყო. თერმოსი არა გვაქვს? არა გვაქვს. ის პატარა აი მაქვს. ჭიქები ხო გვაქვს? იმისი. ზეღარო წამოვიდე, ავიღეთ ეს იმის. სადმა ჩადგა ეს ჭიქები. აი მე ხელში დავიჭერს. აი მე ისინი დასარეცხები არა ეხლა ოკეი, კაი. კარგი, არ ვედაუთ შეფინიას თორე პრობლემები გვექნება. აი იქ რაღაცა სტატუეტი არის, მე მივალ, გადავიღებ კიდე ერთხელ. დროებით. რა ქალაქში ვარ შემოსულა დასახლებაში არ ვიცი ვერ გეტყვით. მაგრამ სილამაზე ვიპოვეთ როგორც იქნება.
სირა ვერ ამოვიდა ხიდზე. როგორც ყოველთვის. წყლისა ეშინია. წინს კაი ციოკები არიან. ეს არის ერთი მხარე. პატარა ფეხით ასიარო ხიდზე ვარ. ალბათ ან მუზეუმი ან კაფეებია ეს. გემები აქეთ მხარეს. იმიტომ რომ ისე გამაგრებული მაგენი არ ჩანს რომ მოძრაობდნენ. ეს სირა სადაა. სირა ციფრული. რაღაცა დასახლება. ქალაქი უბრალოდ. და ქალაქია არის. რესტავრაციას აკეთებენ. დავით ახლა სირასთან. ჩვენი პიპია აქად გაახლოებში. აი ჩვენი პიპია სადაა. სირას Chula. Chula. Ai ისინი რადგან ეს სან უცხოელები მანდ უნდა მივიდა მე ეს რა არის ნახო ჯერა მივაგენ სახელს ეს არის სახელი ამ ქალაქის ჩვენი სანახაობა ეს არის სადაც ახლა ჩვენ მოვედით და ნახეთ. ახლა ახლა ჩასწრაფ. არა მარტო ზემოთამაცები. ნუ საკმაოდ დიდი სიძველე ჩანს, მაგარი ძველი ქალაქია. ო იტალიური ვერსია არის ქუჩების ახაც. ჩამწკრივებული სახლები ერთმანეთზე მიწებებული და წვრილი ქუჩებით. წამოდეთ სიდაბერთი აქ მივიდეთ. აი ეს რა არის ახლა წამოდადი ვიდეოში მოყევი. არ ნაგასები რაღაცები არის. ფანტანები არა მუშაობს. ეს მოქმედი ფანტანებია, მოცეკვავე ოღონდ ახლა არა მოქმედი, არა მუშაობს. აი ესენი. რაღაცები აქვს გადაწყვეტილი მიკრობენი. ფანტანებზე ვართ ახლა ზედ. ეს რები არის, კარგეთ თქვენ. ის ფრანგული იცი თქვენ გაარკვიეთ რა არის ეს. მე ამათი გერმანული არ ვიცი. მე ჩვენი გერმანული ვიცი. ვატაკ. ხო, არის რა, რაღაცა დეპრესიონები არიან, ხო. წამოდი ახლა. ჩვენი ის მოვძებნოთ, რა ქვია. მე კი მოვძებნოთ, ყავა დავლიოთ მეკიში. ეხლა შევალ ინტერნეტში და მოვძებნო, ხო. წამოის რაღაცა გადაიღე? ხო. აი ეს მაღალა. ხო, გადავიღე ის იქითაც, აქითაც. ხო, ეხლა აქ სხვა მეტი რა იქნება, ცირა სანახავი. თელ სოფლიოში რას ნახულობენ. ვის როგორი დიდი ჯვარი აქვს და ვის როგორი ეკლესია აქვს, აი არა? ეს ეკლესია არის? ხო, ბას არის, უდიდესი დიდი. როგორი ის ჩანდა, რა? დიდი ვებერთელა ეკლესია არის, რომ ვენაში რა გვაქვს?